მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ეთერი ზუსტად 1 საათში 3 საათზე დაიწყება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაყენებას ითხოვს. მოძრაობის ლიდერების განცხადებით, საბჭო დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. პარტიის წევრები განმარტავენ, რომ გაერთიანება იმ კამპანიის მონაწილეა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. გიორგი თარგამაძის განმარტებით, პატრიარქის დისკრედიტაციის წინააღმდეგ დაგეგმულ კამპანიას გადაცემა დიდი ათეულის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმაც ხელი შეუწყო. გაერთიანების ლიდერი დასცენს, რომ სამეურვეო საბჭოს გარდა პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმულ კამპანიაში ხელისუფლებაც მონაწილეობს. სრულიად ნათელია, რომ არის მცდელობა პირველი არხის მოქცევისა, ხელისუფლებაში ღრმად ფეს გამდგარი ანტიეკლესიური ლობის გავლენის ქვეშ, რომლის კარნახითაც მიმდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ავტორიტეტის დაკნინებისათვის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ანტიეკლესიურ ჯგუფთან ერთად საპატრიარქოს დისკრედიტაციას ეწევიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, რომელთაც სურთ წარმოაჩინონ საპატრიარქოს ეწოლისა და ცენზურის განმახორციელებელ ძალად. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ეკლესიის პოზიცია იმთავითი მოკლებული იყო იმპერატიულ ტონს. იმავდროულად ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ მსგავსი რეკომენდაციები საპატრიარქოს მხრიდან მომავალშიც უნდა იქნას აღქმული როგორც ერის მორალურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა, რაც წარმოადგენს კიდეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ძირითად მისიას. საპატრიარქოს ისევე როგორც ნებისმიერ საზოგადოებრივ ინსტიტუტს საქართველოში და ნებისმიერ მოქალაქეს ადამიანს აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. საპატრიარქო მოვალეც კია ჩემის აზრით, რომ მთელ რიგ მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიცია გამოხატოს. და არაერთხელ გამოუხატია კიდეც, თუმცა არასოდეს ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი არ ატეხილა. საპატრიარქოს ამ რეკომენდაციას არ ჰქონდა არანაირად იმპერატიული სახე, ნები თუ უნებლიეთ სამართალყურეობის საბჭო აღმოჩნდა ამ კამპანიის ნაწილი. სამართალყურეობის საბჭომ ვერ შეასრულა თავის ფუნქცია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სამართალყურეობის საბჭოს შემადგენლობის დათხოვნის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა დადგეს.